პანსიონატს წითელი ჯვრის დღის ცენტრის ბენეფიციარები სტუმრობდნენ, რომლებმაც თარიღი მოხუცებს ტკბილეულით, ლექსებითა და მუსიკალური ნომრებით მიულოცეს. არ მინდა არანაირი საჩუქარი, არანაირი ეს, მაგრამ აი ეს ყურადღება ჩვენთვის არის უძვირფასესი ნამდვილად ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ იზამთრებთ. საერთოდ არ გვაქვს არავისგან ყურადღება, გინდა მერია, გინდა ყველანი მოდიან და ისე, მაგრამ მაინც ხო იცით, მოხუცები ყოველთვის რაღაც ნაკლონობას მაინც განიცდით ხოლმე და ასე რომ რაც მალე ხშირად მოგწევთ და ისე ჩვენთვის სასიხარულო და ყოველთვის გასახარებელი იქნება. ჩვენი მოხუცების ასაკის ტოლი ხანდაზმულებ, რომელმაც შვენიერი საღამო აჩუქეს ჩვენ მოხუცებს, შეასრულეს მუსიკალური ნომრები, ტკბილეულობა, რითაც ერთი ძალიან კარგი დღე ჩაიწერა ჩვენი პანსიონატის ისტორიაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წითელი ჯვრის ქუთაისის განყოფილებას. ეს იყო ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ღონისძიება მიძღვნილი მათი დღის აღსანიშნავად. დღეს ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ გარემოების გამო, რომ დღეს ჩვენ მოვინახულეთ ჩვენი სამი ბენეფიციარი, რომლებიც იყვნენ ჩვენი დღის ცენტრის და დღეს არიან წყალწითელას პანსიონატის მობინადრეები. და ვფიქრობთ, რომ ძალიან ლამაზად და მხიარულად გაატარეს დღევანდელი დღე.